მშვიდობისა. დღეს რა მინდოდა მეთქვა რა. აი ხშირად მეც ვამბობდი ადრე რომ აი ბევრი ადამიანი დაბნეული იყო რომ აი რატო იმაშვება რა ქვია იჭერს ეს კაცი თავის ხალხს რა რატო დაიწყო ციხეში ჩასმა თავისი ხალხის ხო ფაქტია რომ კორუფციის გამო არ არის რაღაცა არის კიდე კორუფცია უბრალოდ რაღაც საბაბად არის გამოყენებული თორე 13 წელი ახლა რა არ იცოდა რომ ეგ ხალხი კორუმპირებული იყო როგორ არ იცოდა ხო და მე მივედი დასკვნამდე ახლა სხვადასხვა ერთი წიგნი ვთარგმნე კიდე ცნობილი ნაწარმოებია მიგელ ანხელ ასტურიას გვატემალელი მწერალია მას აქვს ერთი რომანი El Señor Presidente ბატონი პრეზიდენტი ესე ქვია ხო და ეს ასტურიასი არის პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ლათინო ამერიკელებში სანამ მარკესი იქნებოდა ჯერ ასტურიასი იყო რა 20-იან წლებში ხო და ანუ ფაქტურად პირველი იყო ვინც ამ ლათინო ამერიკული ლიტერატურის პოპულარიზაცია მოახდინა ხო და მოკლედ ამ რომანში არის დიქტატორზეა რა ხო და აი მანდაც აი ეგეთ წიგნებს რო კითხულობ ხვდები რა სიტუაცია და როგორი ტიპები არიან ფსიქოტიპი დიქტატორის ის არის და მე ნელ-ნელა ეწყება პარანოია რა ეწყება ხო ეჭვები უჩნდება რომ მისი ხალხი მის მიმართ ზოგიერთი რაღაცა ერთგული არ არის რა ამ წიგნში ეს დიქტატორის გაუჩნდება ეჭვი რომ ერთ-ერთი გენერალი მას ებრძვის რა და მის წინააღმდეგ რაღაც რევოლუციის მოწყობას აპირებს და მოკლედ დააჭირინებს ამ გენერალს რა და მე მოაკვლევინებს ნუ გაიქცევა ჯერ ეს გენერალი მაგრამ ნუ დაადევნებს ვიღაცებს და მოაკვლევინებს და მე ამ დიქტატორის ერთი დობით აღჭურვილი პირია რომელიც იმ გენერლის შვილს მოიყვანს ცოლად და ამის გამო ამასაც დაიჭირს იმიტომ რადგან იმის ცოლი მოჩა იმ ტრის ცოლი მოიყვანაო ცოლათო სტალინიც გვახსენდება ყველას ხო და ეგ როჟა არის ივანიშვილიც რა ახლა ბუნებრივია ახლა ივანიშვილი მართალია სტალინი ხოცავდა ივანიშვილი არ ხოცავს მადლობა ღმერთს სათქმელს დიდი სხვაობაა მაგრამ ზოგადად ფსიქოტიპი იგივეა რა ანუ გაუჩნდა ეჭვი რომ ვიღაცები მისი ერთგულები არ არიან და ამიტომ იჭერს ხო და თორე ეს კორუფცია არაფერ შუაში არ არის კორუფცია არის როგორც საბაბი გამოყენებული რა ხო და ეგრეა და პირიქით ახლა მისთვის ეგეთი დიქტატორებისთვის პირიქით მისაღებია რომ მისმა ხალხმა იპაროს ის არ გააჩერებს პატიოსან ადამიანს თავისთან მას ჭირდება რომ მისმა ხალხმა იპაროს კორუმპირებული იყოს გამდიდრდეს უკანონოდ რომ მე საბაბად გამოიყენოს ეს როცა დაჭირდება მის დასაჭერად როცა ეჭვი გაუჩნდება მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარება ეგ პონტია რა ამიტომ არის რომ ჩემი აზრით ყველანი განწირულები არიან ეგენი საბოლოო ჯამში იმიტომ რომ არ არსებობს რომ ვიღაცების მიმართ ყველას მიმართ გაუჩნდება ბოლოს ეჭვი და მაგიტომაც არის რომ ესეთ სასოწარკვეთილი არიან ეს სასტავი ახლა რა გვარებს არ დავასახელებ სრულ სიგიჟეებს რო იძახიან ტელევიზორში და ჩვენ ვქვიქვით და ვხშფოთდებით სინამდვილეში ეგ არის რა სასოწარკვეთილები ცდილობენ რომ რაღაცნაირად მათმა პატრონმა ეჭვი არ აიღოს რომ ისინი ერთგულები არ არიან რა აი ბაზარია მეტი არაფერი